თავი მეოთხე. მართლის საძირკველი კი საუკუნოა. იგავთა 10:25. თუ სახარებიდან გწამთ ის, რაც მოგწონთ და უარყოფთ იმას, რაც არ მოგწონთ, მაშინ თქვენ სახარების კი არ გჯერათ, არამედ საკუთარი თავის. ნეტარი ავგუსტინე. ნებამომეცით გავიმეორო ამ წიგნის სამი მთავარი სათქმელი. პირველი ჩვენს საძირკველს შეეხება, მეორე იმას, რაც ყველა ჩვენგანის ცხოვრებას აერთიანებს, ხოლო მესამე ჩვენი ცხოვრების შენებას. ეს ასპექტები ჩვენი მსჯელობის ცენტრში მოექცევა წიგნის დარჩენილ ნაწილში. საძირკველი მეტად მნიშვნელოვანია ღმერთთან სწორი ურთიერთობისათვის. თუ თქვენ დიდი ხნის მორწმუნე ხართ, ნუ გამოტოვებთ ამ მოკლე განხილვას, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ. ეს სასარგებლო იქნება არა მხოლოდ თქვენი საძირკვლის გამაგრებისათვის, არამედ ყველა ადამიანის დასახმარებლად, რომელთაც წინ მიუძღვით, ან რომლებზეც სასიკეთოზე გავლენას ახდენთ შემოქმედთან ურთიერთობისათვის. ჩვენ გვეუბნებიან, როგორც წერია, არავინ არის მართალი, არავინ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს. ყველამ გადაუხვია, უსარგებლონი გახდნენ. არ არის სიკეთის მქვნელი, არ არის არავინ. რომელთა მესამე თავი, 10:12 მუხლები. არ არის სიკეთის მქვნელი, არ არის არავინ. კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს ადამიანი იესო ქრისტეს გარდა, რომელიც გამუდმებით ჩადიოდა ან სჩადის სიკეთეს ღვთის საზომით. რა არის ამის მიზეზი? ის, რომ ყველა მონად იბადება. დიახ, თქვენ მონად დაიბადეთ, ისევე როგორც მე. ვის მონად იტყვით? ცოდვის. პავლე ასე წერს განთავისუფლებულებს, ადრე ცოდვის მონები იყავით. რომაელთა მე-6 თავი მე-17 მუხლი. ადამი და ევა მაშინ მოკვდნენ, როცა ღმერთს ეურჩნენ. ღმერთმა ამის შესახებ გააფრთხილა მანამ, სანამ ისინი აკრძალულ ხელს გასინჯავდნენ. მიუხედავად ამისა, ფიზიკურ სიკვდილამდე მრავალი წელი გავიდა. ამას გარკვეულ კითხვამდე მივყავართ, როგორ მოკვდნენ ადამი და ევა იმ დღეს, როცა ხილი იგემეს. სიკვდილმა მათ შინაგანში, სულში შეაღწია. ისინი ღმერთს სიცოცხლის დასაბამს დაშორდნენ და ახლა მისი საწინააღმდეგო თვისებები შეიძინეს. შედეგად მათი შთამომავლებიც იგივე თვისებების მატარებლები გახდნენ და ეს თაობიდან თაობამდე გადაეცემოდა დღევანდელ დღემდე. დაბადების 5:3 ამ რეალობას ადასტურებს. ადამმა 130 წელიწადი იცოცხლა და თავის მსგავსად და ხატად შეეძინა ძე. კაცობრიობამ სრულიად დაკარგა კარგისა და კეთილის შეცნობის და ამოქმედების უნარი. ადამიანთა შინაგანის ზნეობრივი კომპასიც დომილებას იძლეოდა. ღვთიური ზეგავლენის გარეშე კეთილი დამახინჯდა. კაცობრიობის ახალი უფალი და მთავარი გავლენის მომხდენი გახდა გველის შემპყრობელი სატანა, ურჩობის მეფე. ღმერთმა დედამიწა კაცობრიობას მისცა. მან ადამიანები დააყენა ქვეყნიერების ბატონად, მაგრამ მათ ეს უფლობა სატანას გადასცეს. 1000 წლის შემდეგ ეშმაკმა იესო მაღალ მთაზე აიყვანა, იქიდან გადმოახედა და თამამად უთხრა: შენ მოგცემ მთელს ამ ხელმწიფებას და მის დიდებას, რადგან მე მაქვს მოცემული და ვისაც მინდა იმას ვაძლევ. ლუკას 4:6. სატანას შეეძლო ამის თქმა, რადგან მართლობა მას გადაეცა ედემის ბაღში. ღმერთი ღვთაების სახით არ მოსულა დედამიწაზე, რომ კუთვნილი ისევ ადამიანებისათვის დაებრუნებინა. კაცობრიობის მიერ უარყოფილი ძალაუფლება ისევ ადამიანს უნდა მოეპოვებინა. ღმერთმა გეგმა ადამის შეცდომამდე დიდი ხნით ადრე შეადგინა, რადგან წინასწარ განჭვრიტა მისი არჩევანი. მან მიზნად დაისახა ადამიანის სახით მოსვლა და კაცობრიობის თავისუფლების გამოსყიდვა. ღმერთმა თავისი ძე იესო ქრისტე გამოგზავნა, რომელიც დედაკაცისაგან იშვა და ამით 100%-ით ადამიანი გახდა. მაგრამ სულიწმინდით ჩაისახა და სრულიად ღმერთს წარმოადგენდა. ამის გამო იესო მონობის წყევლას არ ექვემდებარებოდა, რითაც მე და თქვენ დავიბადეთ. იესომ სრულყოფილად იცხოვრა. მას ერთხელაც არ ჩაუდენია ურჩობის აქტი. მან სიცოცხლე გაიარა კაცობრიობის თავისუფლებისათვის, როგორც ერთადერთმა უცოდველმა ადამიანმა, რომელსაც კი უცხოვრია დედამიწის ზურგზე. იესომ ჯვარზე აიტანა ყოველი მამაკაცისა და ქალის მსჯავრი, რომელსაც ოდესმე უცხოვრია, ცხოვრობს ან მომავალში იცხოვრებს. მან სამეფო სისხლი დაღვარა მონობისგან ჩვენს გამოსასყიდად. იგი მოკვდა და დაიმარხა. მან სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვრა ღვთის წინაშე, ამიტომ ღვთის სულმა მკვდრეთით აღადგინა იგი 3 დღის შემდეგ. ახლა ის ყოვლის შემძლე ღვთის მარჯვნივ ზის, რომელმაც ასე ბრძანა. თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები. ვინაიდან გულით წამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად. რომაელთა მიმართ წერილის 100 თავი, მე-9 მუხლები. იმ წამს, როცა იესო ქრისტეს უფლად ვიღებთ, საოცარი სასწაული ხდება. ჩვენი ცოდვის ბუნება და სიკვდილი მომენტალურად მიდის და სრულიად ახალი პიროვნება იბადება, რომელიც იესო ქრისტეს ხატად არის შექმნილი. ეს ახალი შობა ჩვენს სულს, ჩვენს ნამდვილ პიროვნებას უკავშირდება და არა ფიზიკურ სხეულს, რომელიც ჯერ კიდევ ხრწნილებას ექვემდებარება და ერთ დღესაც გადავა.
ახალი სიცოცხლე მთლიანად ღვთის მადლის ნიჭზეა დამოკიდებული და არ უკავშირდება კარგ ქცევებს, ანუ ჩვენს მიერ გაკეთებული კეთილი საქმეებით არ იზომება. მნიშვნელოვანია აღნიშნა, რომ რომაელთა მიმართ წერილიდან მოყვანილი მუხლის თანახმად უნდა მოხდეს იესოს უფლად და არა მხსნელად აღიარება. აქ ჩანს დასავლეთის ეკლესიისათვის ნიშანდობლივი ნაკლოვანება. სიტყვა უფალი ბერძნულ კურიოს შეესაბამება, რაც ბატონს, მფლობელს, უმაღლესი ძალაუფლების მქონეს ნიშნავს. იესოს მხოლოდ მხსნელად აღიარებას არ მოაქვს თავისუფლება ან ახალი სიცოცხლე. ვაცნობიერებ, რომ ეს მკაცრი განაცხადია და დაღუპულთა მიმართ საყოველთაოდ მიღებულ შეხედულებას ეწინააღმდეგება, მაგრამ იგი ჭეშმარიტია წმინდა წერილის მიხედვით. სიტყვა მხსნელი 36 ჯერ ხვდება ბიბლიაში, ხოლო უფალი 7800 ჯერ. თქვენი აზრით, რაზე ამახვილებს ღმერთი ყურადღებას? უფალი ის პოზიციაა, რომელიც მას ჩვენს ცხოვრებაში უჭირავს, ხოლო მხსნელი აღწერს საქმეს, რომელიც მან ჩვენთვის აღასრულა. იესოს ღვაწლიდან სარგებელს ვერ ვნახავთ, სანამ მისი როგორც უფლისა და მეფის პოზიციას არ დავექვემდებარებით. ჩვენ მონებად დავიბადეთ, მარტივად რომ ვთქვათ, მონობას ვეკუთვნით. თუმცა ყველა ჩვენგანს მიეცა თავისუფალი ნება, ამიტომ მტკიცე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და განვაცხადოთ, რომ ბატონს ვიცვლით. ხსნა ყველა ადამიანისთვის არსებობს, მაგრამ ის ღვთის პირობებით უნდა მივიღოთ. ამ ჭეშმარიტების ასახსნელად ფანტასტიკის სფეროს გამოვიყენებ. მთელი თქვენი ოჯახი გარკვეულ კუნძულზე იმყოფება ბოროტი ბატონის საპატიმროში. ერთი შორეული ქვეყნის კეთილმა მეფემ ის მიწა ადრე თქვენს ბაბუას უბოძა. ბაბუამ დიდი შეცდომა დაუშვა და მას არ გაუფრთხილდა. ბოროტი ბატონი და მისი ამბოხებულთა ბანდა ფარულად მოვიდნენ კუნძულის ხელში ჩასაგდებად, რომ თქვენი ბაბუა და ყველა მისი შთამომავალი დაემონებინათ. ბოროტმა ბატონმა და მისმა კოჰორტებმა საპატიმრო ბანაკები ააგეს და მთელი თქვენი ოჯახი მესერს მიღმა გამოკეტეს. კუნძულზე ცხოვრება თანდათან გარდაიქმნა ბოროტი ბატონისა და მისი მეგობრების ყაიდაზე. იგი სრულიად გაიხსნა და თავაშვებულობამ იმძლავრა. შედეგად კეთილმა მეფემ კუნძული დაწყევლა. მიუხედავად ამისა, მეფეს ისე უყვარდა თქვენი ოჯახი, რომ კუნძულის განადგურების ნაცვლად მოვიდა, ბოროტი ბატონის არმიას შეებრძოლა და დაამარცხა. მეფემ ყველა საპატიმროს კარი გააღო და გამოაცხადა, ყველა პატიმარი თავისუფალია. ნებისმიერს თქვენგან შეუძლია ბანაკის დატოვება, თუ ბოროტი ბატონის მმართველობის წესს დაგმობს და ერთგულებას შემომფიცებს. მეფის წყალობამ თქვენს ოჯახს დიდი და ნანატრი თავისუფლება მოუტანა. მიუხედავად ამისა, კეთილი მეფე მის მიყოლას არ გაიძულებთ. თითოეულ პატიმარს წასვლა შეუძლია. მეფეს ეს რომ მოეთხოვა და არა არჩევანის გაკეთება, უბრალოდ საქმე გვექნებოდა სხვა სახის ტირანიასთან. თუ თავისუფლების მოპოვებას გადაწყვეტთ, გაკეთებული არჩევანი თქვენი საკნის დატოვებას, სამეფო გემზე ასვლას, მისი სამეფოსკენ გაცურვას, მეფის მორჩილებას და იმ დიდებული ქვეყნის კანონების მიხედვით ცხოვრებას მოგთხოვთ. თქვენს წინაშე დიდი შესაძლებლობაა, მაგრამ მის პირობებს უნდა დაეთანხმოთ. კეთილი მეფე თქვენი ოჯახის მხსნელია. თუმცა მისი გადამარჩენელი ღვაწლისაგან სარგებლის მისაღებად თქვენი ოჯახის თითოეული წევრი მის ქვეშევრდომობას მთელი გულით უნდა დასთანხმდეს, რაც მისი სამეფოს კანონების მორჩილებას მოიცავს. თქვენი ოჯახის ვერც ერთი პატიმარი ვერ მიიღებს სამეფო ხსნას კუნძულიდან, სანამ მის უფლობას არ დაემორჩილება. თუ კეთილ მონარქთან ერთად წასვლა არ გსურთ, იქ დარჩებით სადაც ხართ. ასევე უნდა ითქვას, რომ მეფის საბრძოლო ხომალდები მზადყოფნაში არიან კუნძულის მისადგომებთან, რომ დაბომბონ და გაანადგურონ დაწყევლილი კუნძული, როგორც კი ის იქიდან წავა. თქვენი ოჯახის ის წევრები, რომლებიც კეთილი მეფის უფლებაზე უარს იტყვიან, დაიტანჯებიან და იგივე ბედი ეწევათ, რაც ბოროტ ბატონსა და მის ბრბოს ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ მეფემ ბრძოლით გაგათავისუფლად და საპატიმროს კარი გააღო. მისმინე ძვირფასო მკითხველო, ღმერთს არასდროს შეუქმნია ჯოჯოხეთი თქვენთვის ან სხვა რომელიმე ადამიანისათვის. მან ის სატანისა და მისი ანგელოზებისათვის შექმნა. იესოს სამსჯავროს დღეს ასე მიმართავს მათ, რომლებიც მის უზენაეს ძალაუფლებას არ დაემორჩილნენ. წადით ჩემგან წყეულნო საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. მათეს 25 თავი 41 მუხლი. ჯოჯოხეთი სრულიად რეალური ადგილია. იესო მას უფრო ხშირად ახსენებდა ვიდრე ზეცას. იგი მის აღწერილობაზე სატანჯველზე, რომელიც არ სრულდება, სიბრალულის ნაკლებობის გამო არ ლაპარაკობდა. ეს მკვდართა სამუდამო სამყოფელია, ვინც მისი სიყვარულით სავსე მმართველობა უარყო. იესოს სიტყვების თანახმად სასჯელისა და წამების ადგილი ადამიანთათვის არ შექმნილა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩვენმა მამამთავარმა ადამმა ურჩობის გამო სასჯელის ქვეშ მოგვაქცია. ახლა სატანის ხვედრი ჩვენს ხვედრად იქცევა, თუ ბატონს არ შევიცვლით. მიუხედავად იმისა, რომ იესომ კაცობრიობა ღვთის რისხვისაგან იხსნა, ბევრი დაიჯება სატანასთან ერთად, რადგან ჯერ კიდევ მისი ბუნების მატარებელნი არიან. საუბედუროდ, მათ კუნძულზე დარჩენა ამჯობინეს.
შესაძლოა იკითხოთ, რატომ არ ირჩენს ღმერთი მოწყალებას და ადამიანებს არ აძლევს უფლებას მის სამეფოში ისეთები შევიდნენ, როგორებიც არიანო. ისინი, რომლებიც ქრისტეს უფლებაზე უარს აცხადებენ, გაღრწნილ და ბოროტ სულიერ ბუნებას ფლობენ. როცა ისინი დედამიწას დატოვებენ, ეს ბუნება სამუდამოდ თან გაჰყვებათ. ღვთის საუკუნო სამეფოში მათი დაშვება მრავალ წრფელ ადამიანს გაღრწნის და დააზიანებს. სწორედ ამ მიზეზის გამო გამოაძევა ღმერთმა ადამი და ევა ედემის ბაღიდან, რომ არ ჰქონოდათ მისადგომელი სიცოცხლის ხესთან. თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი სიკეთისა და ბოროტის შემცნობელი, როგორც ერთი ჩვენგანი. ახლა სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაიწოდოს ხელი, არ შეჭამოს და საუკუნოდ არ იცოცხლოს. და გაიყვანა უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან. დაბადების მესამე თავი, 22-23 მუხლები. ღვთის სიყვარული გვიცავს სიკვდილის ბუნების სამუდამოდ შენარჩუნებისაგან. დასავლეთის ეკლესია ყურადღებას უფრო მეტად ამახვილებს იესოს, როგორც მხსნელის ღვაწლზე. მისი როგორც უფლის პოზიციის უგულვებელყოფა, მისი ძალაუფლებისადმი დაუმორჩილებლობა სერიოზულ ნაკლს წარმოშობს ჩვენს საძირკველში. უსმინეთ პავლეს სიტყვებს. ამიტომ, როგორც მიიღეთ იესო ქრისტე უფლად, ასევე მიჰყევით მას. ფესვი გაიდგით მასში და თქვენი ცხოვრება მასზე ააშენეთ. კოლასელთა მეორე თავი, მე-6-მე-7 მუხლები. პავლე არ ამბობდა, როგორც მიიღეთ იესო ქრისტე მხსნელადო. ჩვენი ცხოვრება ქრისტეს უფლობას უნდა ექვემდებარებოდეს და არა მისი როგორც მხსნელის ღვაწლს. სხვაგვარად რომ თქვათ, იესოს ვემორჩილებით როგორც უმაღლეს და ერთადერთ მეფეს და სიკეთეს ვიღებთ მის მიერ მოტანილი ხსნისაგან. ეს პრაქტიკაში მისი სიტყვის, სიბრძნის, რჩევის, მითითებების, შესწორებების და დარიგებების ერთგულებით გამოიხატება იმის და მიუხედავად, ცხადია თუ არა ჩვენთვის მიზეზი. აღარ უნდა ვიკვებოთ საკუთარი შეფასების ხიდან თუ რა არის სწორი და რა არა. ჩვენ მასში ვცხოვრობთ და მისი ცხოვრება ჩვენი ხდება. იფიქრეთ ამაზე. ლიზასთან ქორწინების 3 წლის განმავლობაში დიდებულ მზარეულთან ცხოვრების ყველა სიკეთით ვტკბებოდი. ლიზა შეუდარებელია უგემრიელესი საჭმელების მომზადებაში. ჩემი მეგობრები მას თხოვდნენ, რომ მათი ცოლებისათვის პესტოს სოუსების, სალათებისა და სხვა სანელებლებიანი გემრიელი კერძების კეთება ესწავლებინა. ზოგჯერ ლიზას ჩემს პატარა გურმან შეფ მზარეულს უწოდებდი. შესაძლოა ასე მეწოდებინა მისთვის 12ჯერ ან უფრო მეტჯერ ჩვენი ქორწინების განმავლობაში, მაგრამ 30 წლის მანძილზე მას 1000ჯერ უწოდე ჩემი ცოლი. რატომ? იმიტომ რომ ეს განსაზღვრავდა მის მდგომარეობას ჩემს ცხოვრებაში. ჩემს მიერ შერქმეული სახელი სარგებელი კი მას შემდეგ ვნახე, რაც ლიზა ჩემი ცოლი გახდა. ის ჩემთვის საჭმელს ამზადებს, მაგრამ ამით მას არ ვეკუთვნი. როცა ჯერ კიდევ მარტო ხელა ვიყავი, ლიზამ საოცარი კერძი მომიმზადა ჩემს დაბადების დღეზე. ამას ჩვენთვის ხანგრძლივი ურთიერთობა არ მოუტანია. მხოლოდ მაშინ გამტკიცდა ჩვენი საქორწინო ურთიერთობა, როცა აღთქმა დავდე, რომ არც ერთ სხვა გოგოს არ გავეკარებოდი და ჩემს გულს მხოლოდ ლიზას მიუძღვნიდი როგორც მისი ქმარი. იესოსთან ჩვენი ურთიერთობა ამის მსგავსია. ხსნით მისაღებად საჭიროა მის უფლობას, პატრონობას და მეფობას დავემორჩილოთ. ჩვენს ცხოვრებას სრულად გადავცემთ მას, რადგან დარწმუნებულები ვართ მის სრულყოფილ წინამძღოლობაში, ბუნებაში, სიყვარულსა და ჩვენთვის საუკეთესოს მოცემის სურვილში. ის არის მეფეთ მეფე და უფალთუფალი და არასოდეს მოვა ჩვენს ცხოვრებაში როგორც მეორე, ვინმეს შემდეგ. ამერიკისა და სხვა დასავლურ ეკლესიებში არაერთხელ მინახავს, როგორც თავაზობენ მსახურები გადარჩენას ღვთის მაძიებლებს ისე, რომ უფლობას საერთოდ არ ახსენებენ. საჭიროა მხოლოდ იესოს მხსნელად აღიარება და თქვენ ღვთის შვილი გახდებით, ამბობენ ისინი. ან ასე ამბობენ, რატომ არ უნდა მიიღოთ იესო თქვენს მხსნელად დღესვე? ან მოდი ასე ვილოცოთ, იესო შემოდი ჩემს გულში და გადამარჩინე დღეს. მადლობა რომ შენ შვილად მაღიარე, ამინ. ღვთის ოჯახთან შეერთების მოწოდებებში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი ამ ქვეყნიური სისტემის და პიროვნების საკუთარი დამოუკიდებელი გზების მიტოვებაზე იესოს გასაყოლად. ამგვარი სწავლება კარგი ჩანს. იგი ახალი აღთქმის ზოგიერ მუხლს შეესაბამება, მაგრამ ეთანხმება კი ახალი აღთქმის ყველა მითითებას? ნუ თუ მხოლოდ ეს არის ღვთის სიბრძნე. იქნებ ჭეშმარიტი გადარჩენის სიტყვა შევამოკლეთ, გადავამუშავეთ და ისეთ აზრამდე დავიყვანეთ, რომ მოსასმენადაც საამოყოფილიყო და მაძიებელთა სურვილებსაც მორგებოდა. ჩვენი საკუთარი შეფასების ხიდან ხომ არ ვიკვებებით? მოდით გადავხედოთ უფლის სიტყვას. იესომ ეს მრავალ ადამიანს განუცხადა. მოწაფეებთან ერთად ხალხსაც მოუხმო და უთხრა: თუ ვინმე სურს გამომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს. რადგან ვისაც სული შენარჩუნება სურს, იგი დაკარგავს მას. ხოლო ვინც ჩემი ან და სახარების გულისათვის დაკარგავს სულს, იგი შეინარჩუნებს მას. მარკოზის სახარება მერვე თავი, 34-35 მუხლები. საკუთარი თავი უნდა უარყოთ, თუ იესოს მოწაფეობა გსურს. რას ნიშნავს ეს?
უბრალოდ რომ თქვათ, ორ ბატონს ვერ ემსახურებით, რადგან მხოლოდ ერთის ერთგულებას შეძლებთ, როცა თითოეული განსხვავებული მოქმედებების ან გამოხმაურებისაკენ მოგიწოდებთ. როცა ჩვენი ხორცი, რომელიც ჯერ არ არის გამოსყიდული, ერთს მოისურვებს და ღვთის სიტყვა კი მეორე მიმართულებით გაგვაგზავნის, ადვილად ავირჩევთ საკუთარი გზით სიარულს თუ იესოს როგორც უზენაესი ბატონის მიყოლის გადაწყვეტილება არ მიგვიღვია და თან ამ დროს ისევ ვაგრძელებთ მის მხსნელად აღიარებას. შესაძლოა რომ გზას ავწდით და ეს რწმენა შევითავსეთ? ალბათ ამიტომ აბობს იესო, რატომ მომართავთ უფალო და იმას კი არ აკეთებთ, რასაც მე გეუბნებით. ლუკას მე-6:46 მუხლი. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, უფალი, ცარიელი და უაზრო სიტყვა ხდება. თუ მართლა ამას არ გულისხმობთ, როცა იესოს უფალს უწოდებთ, უმჯობესია კეთილი მოძღვარი დაუძახოთ. ყოველ შემთხვევაში, რაღაც სარგებელი მაინც გვექნება მისი სწავლებიდან და არ ვიქნებით მოტყუებული იმ აზრით, რომ მას ვეკუთვნით, როცა სინამდვილეში ასე არ არის. მარკოზის მერვე თავის 34 და 35 მუხლების და ახალი აღთქმის სხვა მრავალი ადგილის თანახმად, საკუთარი თავის უარყოფა ერთ-ერთი ვარიანტი როდია თუ იესოს მიყოლა, ანუ იესოს გზით სიარული და ამ დაწყევლილი ქვეყნიერების კუნძულიდან თავის დაღწევა გინდათ. ეს ბრძანებაა და მხოლოდ მისი დამორჩილებით ასდებით ღვთის რისხვას. აღმოვაჩინე, რომ დასავლელი მოაზროვნეებისათვის ეს კონცეფცია ძნელად აღსაქმელია. დარწმუნებული ვარ, რომ ამის მიზეზი გახლავთ ჩვენი მცდელობა სასუფეველის პრინციპები გავიგოთ დემოკრატიული აზროვნებით. დემოკრატიამ თავისი საქმე გააკეთა ამერიკასა და დასავლეთის ქვეყნებში, მაგრამ ღმერთთან ურთიერთობა ამგვარი აზროვნებით შეუძლებელია. იგი მეფეა, ნამდვილი მეფე და არა ფიქტიური მონარქი, რომლის მსგავსი ინგლისის სამეფო ტახტზე ზის. დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს. ეს არის მმართველობის ფორმა, როცა უმაღლესი ძალაუფლება ხალხს ენიჭება და მათ მიერ არჩეული პირების მეშვეობით ხორციელდება. ეს აზროვნების ის სტილია, რომელითაც ამერიკასა და დასავლების ქვეყნებში გავიზარდეთ. ის ღრმად არის ჩაპროგრამებული ჩვენს გონებაში. შესაბამისად, თუ რაღაც არ მოგწონს, დარწმუნებულები ვართ, რომ მისი შეცვლა შეგვიძლია, რადგან ხელშეუხებელი პიროვნული უფლებები და ჩვენი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება გაგვაჩნია. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი. მმართველობის ეს ფორმა წარმატებული გამოდგა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან პლურალისტურ საზოგადოებაში მცხოვრები მოკვდავი ადამიანის ცხოვრებისათვის განისაზღვრა. თუმცა მსგავსი იდეები არ უნდა გადავიტანოთ სათასამეფოში. ამან შეიძლება დასავლეთის მცხოვრებლის შეგვაცბუნოს, მაგრამ ღმერთი დიქტატორია და საბედნიეროდ კეთილმოსურნე დიქტატორი, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტში თავის საბოლოო სიტყვას ამბობს. თუ ჩვენ დემოკრატიულ აზროვნებას ღვთის წინაშე სიარულისას გამოვიყენებთ, ხელთ სხვა არაფერი შეგვრჩება თუ არა წარმოსახვითი ურთიერთობა. ცხოვრება სხვანაირია ნამდვილი მონარქის ქვეშ რდომობისას. უფალი და მეფე სინონიმებია უზენაესი ძალაუფლების მნიშვნელობის გადმოცემის თვალსაზრისით. თუ ნამდვილად გსურს ღვთის მიყოლა, მის წინამძღოლობას დემოკრატიული აზროვნების გზით ვერ უპასუხებთ. ზუსტად ასე მოიქცნენ ადამი და ევა, როცა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხია ერჩიეს. ჩვენ ადამიანები ახლაც მართვის სათავეში ვზივართ და თავად წვეთ თუ რა იქნება საუკეთესო ჩვენი ცხოვრებისათვის. იესომ განაცხადა, რომ ჩვენი ჯვარი უნდა ავიღოთ. რას გულისხმობს ეს სიტყვები? ეს არ შეიძლება ნიშნავდეს თავის უარყოფას, რადგან იესო ამას ტყუილად არ გაიმეორებდა. გასაღებს გალატელთა მიმართ პავლეს წერილში ვპოულობთ, სადაც ის განაცხადებს: ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული. მე უკვე აღარ ცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცოცხლობ, რწმენით ვცოცხლობ, ღვთისძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის. გალატელთა 2:2. პავლე არ ლაპარაკობს ფიზიკურ ჯვარცმაზე, რადგან ცოცხალი იყო ამ სიტყვების დაწერისას. იგი მიუთითებს წლების წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ მიჰყვეს თავის ბატონს. პავლემ თავისი ჯვარი აიღო. მასში არსებული საიდუმლო შემდეგი სიტყვებისაგან მჟღავნდება: მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ეს უნდა იყოს ღვთის ყოველი ჭეშმარიტი შვილის განაცხადი. ჩვენ აღარ ვართ დამოუკიდებლები, რომლებიც კეთილისა და ბოროტის საკუთარი შეფასების ხიდან ვიკვებებით. ახლა ჩვენ მასში ვცხოვრობთ, თავად ჩვენი სიცოცხლე მისგან მომდინარეობს. ჩვენ ჯვრის პირობებზე ვართ დამოკიდებულნი. თავისუფალი ვართ მონობისგან იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ღვთის ძალით აღსილი მორჩილი ცხოვრებით. ჯვარი სრულიად ახალი ტიპის ცხოვრებას გვთავაზობს. როგორც პავლე აცხადებს სხვა წერილში, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ისე ვიაროთ განახლებულ სიცოცხლეში. რომაელთა 6:4. განახლებული ცხოვრება გვაძლევს იმისგან თავის დაღწევის უნარს, რაც ადრე არ შეგვეძლო. ცოდვის ტირანია დაემხო, მაგრამ ჩვენ უნდა ავირჩიოთ მისი გაძევება. ჩვენ არჩეული ვართ, რომ მთლიანად ღვთისნებას მიუძღვნათ ცხოვრება. პავლე აგრძელებს ამაზრეს პრაქტიკულად გამოხატვას. ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად. გალატელთა მე-5:24 მუხლი. და ისევ,
მეკინომს და მეკვეხნოს, თუ არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც წუთისოფელი არის ჩემთვის ჯვარცმული, მე კი წუთისოფლისთვის. გალატელთა მე-6 თავი, მე-14 მუხლი. ჯვარი ძალას გვაძლევს, რომ ცოდვის ბუნებისა და ამქვეყნიური სისტემის ძლიერი ზეგავლენისაგან თავისუფლებმა ვიცხოვროთ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, როცა იესოს შევხვდი. ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ქცევის ნიმუშები, რომელთა მოშორება არ შემეძლო. ძალიან ნანობდი, მტკივნეული სიამაყითა და გულისთქმით სავსე ქმედებების გამო, მაგრამ რაც უფრო მეტად ვცდილობდი მისგან თავის დაღწევას, მით უფრო მეუფლებოდა იმედგაცრუება და მაინც ერთხელ შევძელი ქრისტესთან ერთად ჯვარცმა და თავისუფლად ცხოვრება დავიწყე. რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვას დამონებულნი. ვინაიდან ვინც მოკვდა, ცოდვისაგან მართლდება. რომაელთა მე-6 თავი, მე-6 მე-7 მუხლები. იმედი მაქვს თვალისერთი გადავლებით არ დაკმაყოფილდებით. შესვით და შეითავსეთ ეს სიტყვები თქვენს შინაგანში, რადგან ისინი რეალურნი არიან და თქვენი თავისუფლების ძალა შესწევთ. ჭეშმარიტება კიდევ უფრო მეტად აგაფრთოვანებთ. ჯვრის მიღება უფრო მეტ საკეთებს, ვიდრე ეს არის ცოდვებისგან თავისუფლება. იგი ღმერთთან ერთად მორჩილი ცხოვრების ძალას გვაძლევს. ბიბლია გვეუბნება, ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა. კორინთელთა მიმართ პირველი წერილი, პირველი თავი, მე-18 მუხლი. ის, რაც თავდაპირველად შეუძლებელი იყო ჩვენი საკუთარი ძალებით, ახლა თავისუფლად შეგვიძლია და ესაა მისი გზებით სიარული. ახლა გვაქვს ღვთის მიბაძვის ძალა. ახლა შეგვიძლია იესოს მივყვეთ. ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, შეუძლებელია იესოს გავყვეთ საკუთარი თავის უარყოფისა და ჯვრის აღების გარეშე. ახლა ვცხოვრობთ მისი ძალის რწმენით, რომელიც ჩვენში და ჩვენგან მოქმედებს. მისგან მოვდივართ. ხსნის რაოდენ დიდებული პაკეტი უზრუნველყო ღმერთმა ჩვენთვის. იესომ გაგვაფრთხილა, რომ მისი წასვლის შემდეგ სახარება იქადაგებოდა და ფართოდ გავრცელდებოდა, რაც მისი უფლობის გარდა ხსნასაც შემოგთავაზებდა. მოციქულებმა უფრო კონკრეტულად გაგვიცხადეს, რომ ხსენებული მოვლენა იესოს დაბრუნებისას მოხდებოდა, ანუ ჩვენს დღეებში. ფართოდ გავრცელებული და ერეტიკული ქადაგება იესოს უფლობას აკნინებს უბრალო მოწოდებამდე და არ ითვალისწინებს იმ ადგილს, რომელიც მას ადამიანთა ცხოვრებაში უნდა ეკავოს. ადამიანები მას უფალს დაუძახებენ, მაგრამ არც საკუთარ თავს უარყოფენ, არ ჯვარს აიღებენ და არც გაჰყვებიან. დაკვირვებით წაიკითხეთ იესოს სიტყვები. ყველა ვინც მეუბნება უფალო, როდი შევაცათა სამეფოში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებასურველს. მათეს სახარება მე-7 თავი 21 მუხლი. იესომ იცნო ის ადამიანები, რომლებიც მას უფლად აღიარებდნენ, არა მუჰამედი, არა ჯოზეფ სმიტი, ბუდა, კრიშნა, კონფუცი ან ჩვენი დროის რომელიმე წინასწარმეტყველი. არა, ეს ადამიანები იესოს თავიანთ უფალს უწოდებენ და ამას მხურვალეგულით იტყვიან. რატომ გამოიყენა იესომ ამ მუხლებში სიტყვა უფალი ორჯერ? ხვდებით, რომ წმინდა წერილში სიტყვის ამ ფრაზის ორჯერ გამეორება შემთხვევითი არ არის. ავტორს რაღაცის ხაზგასმა სურს. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაში გამეორება მხოლოდ ხაზგასმას კი არ ისახავს მიზნად, არამედ ემოციების სიღრმის ჩვენებას. მაგალითად, ძველ აღთქმაში, როცა მეფე დავითთან იოაბის არმიის მიერ მისი ძის დასჯის ამბავმა მიაღწია, რეაქცია მეტად მძაფრი იყო. სახე დაიფარა მეფემ და ხმამაღლა მოსთქვამდა, შვილო აბესალომ, შვილო აბესალომ, შვილო. არ ამგონია, რომ დავითს მართლა ორჯერ წარმოეთქვა შვილო. ავტორმა ის ორჯერ გაიმეორა, რომ მკითხველისათვის გასაგები ყოფილიყო დავითის მწუხარების სიღრმე. იგივე ნიმუში ჩანს გამოცხადების წიგნში. ვიხილე არწივი შუაგულცაში რომ დაფრინავდა და მესმა დიდი ხმით რომ ღაღადებდა. ვაი, დედამიწაზე მცხოვრებთ. სხვა თარგმანებში დაწერილია, რომ ის დიდი ხმით მოთქვამდა. ავტორი იგივე ხერხს მიმართავს და ძლიერი ემოციის გადმოსაცემად იმეორებს სიტყვას ვაი. ანალოგიურად, უფალს იმ ადამიანთა ძლიერი ემოციის გადმოცემა სურს, რაც მათ მიმართ აქვთ. ისინი არა მარტო ეთანხმებიან სწავლებას, რომ იესო ქრისტე ღვთის ძია, არამედ მათ ამ რწმენას ძლიერი ემოციული სიღრმე და გულითადობა ახლავს. ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანებზე, რომლებიც ხარობენ ქრისტიანობით, ენთუზიაზმით საუბრობენ თავიანთ რწმენაზე და ცრემლებით ტირიან თაყვანისცემის მსახურებისას. ისინი არა მარტო ივსებიან გრძნობით ქრისტეს გამო, არამედ მსახურებაშიც არიან ჩართულნი. ხედავ როგორ მოდის ათასობით სიამაყით სავსე ადამიანი ჩემთან და მეუბნება, უფალო, ჩვენ სახარებას ვქადაგებდით, დემონებს ვდევნიდით, ჩვენს ღვთიურ პროექტებზე ყველა ლაპარაკობდა. მათეს მე-7 თავი, 22 მუხლი. აქ The Message ბიბლია გამოვიყენე, რადგან საუკეთესოდ გადმოსცემს ფაქტს, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ განდგომილები. ისინი უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ან მხარს უჭერდნენ ეკლესიის საქმიანობას. ისინი გაბედულად აცხადებდნენ სახარებისეულ რწმენას, სახარებას ვქადაგებდითო. ისინი მონაწილეობდნენ ადამიანთა ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლაში.
ეს პარაფრაზირებული ბიბლია იყენებს სიტყვას ათასობით, თუმცა ბიბლიის ვერსიათა უმრავლესობაში ნათქვამია ბევრი. ბერძნულ დედანში გვაქვს სიტყვა პოლუს, რაც ნიშნავს უამრავს, დიდი რაოდენობით. ხშირად ამ სიტყვას უმეტესობის აღნიშვნის მიზნით იყენებენ. ნებისმიერ შემთხვევაში იესო პატარა ჯგუფზე კი არა, დიდი რაოდენობით ხალხზე მიანიშნებდა, ფაქტობრივად მთლიანი რაოდენობის უმეტეს ნაწილზე. მოდი შევაჯამოთ, იესო მიუთითებს ადამიანებზე, რომელთაც სახარების სწავლება სწამთ. ისინი მას უფალს უწოდებენ, ემოციურად დატვირთულები არიან, სახარებაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ და აქტიურ ქრისტიანულ მსახურებას ეწევიან. ადვილად გავაიგივებდით მათ ნამდვილ ქრისტიანებთან. მაშ რა არის გამყოფი ზღვარი? რით გამოირჩევიან ისინი ჭეშმარიტი მორწმუნეებისაგან? იესო გვეუბნება, მაშინ მე განუცხადებ მათ, არასდროს მიცვნი ხართ თქვენ, გამშორდით მოქმედნო ურჯულოებისა. მათეს სახარების მეშვიდე თავის 23 მუხლი. საკვანძო ფრაზა გახლავთ მოქმედნო ურჯულოებისა, რომელიც ბერძნულ ანომიას შეესაბამება. ლექსიკონი მას კანონის მიღმა მოქმედებას უწოდებს მისი არცოდნის ან ნებით დარღვევის გამო. ბიბლიური სიტყვების ენციკლოპედია უფრო მეტად გვიხსნის მის არსს და ამბობს, რომ ანომია ასახავს მოქმედებებს, რომლებიც აქტიურად უპირისპირდებიან ღვთიურ ან შინაგან ზნეობრივ პრინციპებს. მარტივად რომ ვთქვათ, ურჯულო ღვთის სიტყვის არაერთგულს ნიშნავს. ხსენებული მამაკაცები და ქალები დროდადრო კი არ ეცემიან, არამედ ჩვევად აქვთ ღვთის სიტყვის უგულებელყოფა, უარყოფა და ურჩობა. მართლაც მადლით გადარჩენილები რომ ყოფილიყვნენ, არა მარტო შეძრწუნდებოდნენ ცოდვის გაფიქრებაზე, არამედ არაერთხელ გამეორებული ცოდვის მოშორებასაც მოინდომებდნენ. ისინი ჯვარსაც სვამდნენ თავიანთ ხორცს ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად და ღვთიური ბუნების შეძენას და ნაყოფების მოტანას დაეწაფებოდნენ. საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ იესო ერთხელაც ასე განუცხადებს მათ, არ მიცვნი ხართ. სიტყვა ცნობა ან ცოდნა ბერძნულ ენაზე გახლავთ გინოსკო, რაც ნიშნავს შეცნობას, ძალიან ახლოს გაცნობას. ამ ადამიანებს იესოსთან ახლო ნამდვილი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. მიუხედავად იმისა, რომ მას მოძღვარსა და უფალს ეძახდნენ, ეს ცარიელი სიტყვა, წოდება იყო მათთვის, რადგან იმას არ აკეთებდნენ, რასაც იესო ეუბნებოდა. მოწმობა, რომ ადამიანს ნამდვილი ურთიერთობა აქვს უფალთან, გახლავთ მისი სიტყვის დაცვა. იმით გავიგებთ, რომ შევიცანით იგი, თუ ვიცავთ მის მცნებებს. ვინც ამბობს შევიცანიო იგი, მაგრამ მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში. იოანეს პირველი წერილი, მეორე თავი, მესამე-მეოთხე მუხლები. ამასვე გულისხმობდა იაკობი, როცა წერდა, მაჩვენე შენ რწმენა საქმეთა გარეშე და მე გაჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან. იაკობის მეორე თავის მე-18 მუხლი. ორივე განაცხადი შესანიშნავად ერწყმის იესოს მთლიანი ქადაგების გადმოცემის ხერხს. მათი ნაყოფებით იცნობთ მათ. მათეს სახარების მე-7 თავის მე-20 მუხლი. საქმეები, რომელზეც იესო ყურადღებას ამახვილებს, ქრისტიანული მსახურება, მისი სიტყვის ქადაგება ან ეკლესიის შეკრებებზე დასწრება არ გახლავთ, რადგან ამის გაკეთება ზეცისთვის ზურგშექცეულებსაც შეუძლიათ. თიმ კელერმა იესოს ზემოხსენებულ სიტყვებზე მიუთითა, როცა თქვა, ეს ძალიან მკვეთრი ნათქვამია. ამ ადამიანებს ინტელექტით ამოძრავებული, ემოციებით გაჯერებული და სოციალურად გამომსყიდველი რწმენა აქვთ. ყველა ჩვენგანს სურს ეს. გვინდა ვიყოთ გონებით აღზრული, გრძნობებით ჩართული და საზოგადოებისათვის სასარგებლო და მაინც შესაძლებელია იყოთ ინტელექტით ჩართული, ემოციურად დაკმაყოფილებული, ადამიანთათვის გამოსადეგი, მაგრამ არ გინდოდეთ ღმერთი. რადგან მართლაც რომ ყოლოდათ ღმერთი გულში, მას დაუმორჩილებდით თქვენს ნებას და ამით გამოჩნდებოდა განსხვავება ორ პიროვნებას შორის, რომელთაც ერთ სურს ღმერთი იმსახუროს, ხოლო მეორეს სურს ღმერთს ემსახუროს. ღვთის გამოყენება ნიშნავს მის ძიებას რაიმეს მიღების მიზნით, თუნდაც ეს იყოს ზეცაში მოხვედრა. ღვთის სამსახური მთლიანად მისადმი სიყვარულით უნდა იყოს მოტივირებული და თუ ის გვიყვარს, მის სიტყვებსაც დავიცავთ. დღეს მრავალ შეუძლია წარმოედგინოს პიროვნება, რომელიც იესოს უფალს უწოდებს, მისი სწავლებების წამს, ემოციურად ჩართულია და ქრისტიანულ მსახურებებშიც აქტიურობს, როგორც ღვთის შვილს შეეფერება. თუმცა იესოს სიტყვებიდან ნათლად ხედავთ, რომ ეს ქმედებები საკმარისი არ არის ნამდვილი მორწმუნის ამოსაცნობად. ნებადამრთეთ ასე გამოვხატო სათქმელი. ამ თვისებებს ყველა ნამდვილ მორწმუნეში იპოვით და ფაქტობრივად ადამიანი ვერ იქნება მორწმუნე მათ გარეშე. მიუხედავად ამისა, ხსენებული თვისებების ფლობა არ არის გარანტია, რომ ის ნამდვილად ღვთის შვილია. გადამწყვეტი ფაქტორებია, აიღეს თუ არა მათ ჯვარი და მიყვებიან თუ არა ისინი იესოს. არსებითად არიან კი ისინი ღვთის მორჩილნი. ამ მონაკვეთით იესომ დაასრულა თავისი ცნობილი ქადაგება მთაზე. ამ გასაოცარი სიტყვების ზღვარი რომ დაედო, მან ასეთი დასკვნა გააკეთა. ამიტომ ყველა ვინც ისმეს ჩემს სიტყვებს და აღასრულებს მათ, კეთილგონიერ კაცს წააგავს, რომელმაც თავისი სახლი კლდეზე ააშენა და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს, ის კი არ დაეცა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული.
ხოლო ყოველი ვინც ისმენს შენ სიტყვებს და არ აღასრულებს, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა სახლი და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს და დაეცა იგი და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა. მათეს სახარების მეშვიდე თავი. 24-27 მუხლები. გამოყენებული კავშირი ამიტომ გვაძლევს მინიშნებას, რომ ეს იგავი იესოს ზემოხსენებულ გაფრთხილებას შეეხება იმ მორწმუნეების შესახებ, რომლებიც ვერ შევლენ ცათასამეფოში. თუ იგავში წარმოჩენილ ორი ჯგუფის ადამიანებს ერთმანეთს შევადარებთ, ერთ საგულისხმო სხვაობას ვიპოვით. ორივემ მოისმინა სიტყვები, მაგრამ პირველმა ჯგუფმა აღასრულა, მეორემ კი არ აღასრულა. ორივე სახლი ერთი და იგივე მასალისგან იყო ნაშენები, ანუ სწავლება ერთნაირი ჰქონდათ. ორივე ერთნაირი ჩანდა თაყვანისცემასა და მსახურებაში. მნიშვნელოვანი სხვაობა საძირკველში ჩნდება. ერთი სახლი იყო იესო ქრისტეს უფლებაზე დაყრდნობილი, ხოლო მეორე კეთილისა და ბოროტის განსაზღვრების ადამიანურ შეფასებაზე, ანუ იგივე ფილოსოფიის ხეზე, რომელსაც ადამმა დაევა მიმართეს. უნდა გამოგვაფხიზლოს იმ ფაქტმა, რომ დღესაც იგივე შეცდომა მეორდება ედემის ბაღიდან თანამედროვეობამდე. იგი სხვა სახეს იძენს, მაგრამ ფესვი კი იგივე რჩება. საბოლოოდ ამ დასკვნამდე მივდივართ. ნუ თუ ვფიქრობთ, რომ ჩვენ უკეთ ვიცით, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ან იქნებ პირიქით, წამს, რომ ღმერთმა ჩვენზე კარგად იცის ეს.